შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სიღნაღი წნორის საავტომობილო გზაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული დამეწყრილი მონაკვეთების რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი კეთდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 657,381 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ეს გზა დაახლოებით 1 წლის წინ სტიქიით დაზიანდა და ეს გზა ეკუთვნის გზების დეპარტამენტს, მათი მოვლა პატრონობის ქვეშ არის ეს გზა და ამიტომ მათ შესაბამისი პროექტი განახორციელა, ასე ვთქვათ, გააკეთეს გამაგრებითი სამუშაოებისთვის და უკვე ტენდერის გამო დააკონტრაქტეს კი ხელშეკრულებაც გაუფორმეს კომპანიას და დაიწყო სამუშაოები. ეს პროექტი დაახლოებით 700,000 ლარამდე მოიცავს ამ პროექტის ღირებულება და კომპანიას უკვე სამუშაოებიც დაწყებული აქვს და იმედი გვაქვს, რომ წლის განმავლობაში ამ პროექტს დაამთავრებს. იმიტომ რომ ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანი არის, ასე ვთქვათ, სიღნაღის ერთ-ერთი შემოსასვლელი გზა არის და დატვირთული გზა არის და ამიტომ დროულად საჭირო იყო ამ გზის რეაბილიტაცია, რადგან კიდევ გაზაფხულზე ხშირად ხდება სტიქიები და დამატებითი სტიქიების შემთხვევაში უფრო ისე არ დაზიანებულიყო, რომ გზა საერთოდ დასაკეტი გამხდარა.